ეხლა მეც აღარ დავახანებთ, რომ ყველას თავისი დროა გათვლილი, ამ დროს მივალ, ამ დროს დამთავრდება და რო არ შეგიშალოთ ხელი. მანამდე კი ეხლა სიამოვნებით წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ადამიანს, ჯერ როგორც ადამიანს, იმიტომ რომ დანიელ ოქროპირიძე დიდი ხანი არის კავკასიური სახლის მეგობარი, თვითონ დაწესებულების მეგობარი. დიდი ხანია ის ჩვენთან თანამშრომლობს, იყო ჩვენი პროექტის საგამართლო პროექტის მსმენელი წლების განმავლობაში კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი, იყო რედაქტორი სამეცნიერო ნაწილისა, ჩვენ რო გამოვცემდით ალმანახს, ჩვენი სამყაროს სტუდენტური ალმანახი, რომელზეც ის აკეთებდა რედაქტირებას. ამავე დროს ის გახლავთ ძალიან წარმატებული, ახლა ვეღარ ვიტყვი რომ ახალგაზრდა მეთქი რა, ძალიან ის არის სიტყვა, მაგრამ ესე იგი ძალიან წარმატებული მკვლევარი, მეცნიერი, დამთავრებულია ბაკალავრიატი, თეოლოგია, მაგისტრატურა, მედიევისტიკა, დოქტორანტურა, ისტორია, უკვე ახლა განაგრძობს კვლევებს, პოლიტიკური თეოლოგია, კულტურული მეხსიერება, რელიგიური იდენტობა. ეს არის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროები. რედაქტირებული აქვს წიგნი თომა აქვინელი მთავართა მმართველობის შესახებ, კარლ შმიტის დიალოგის ძალაუფლებაზე და ასე შემდეგ. ახლა საჯარო წლების განმავლობაში მე უამრავ ახალგაზრდას ვარ შეხვედრილი და ძალიან საინტერესო ადამიანებს გვაქვს ჩვენ კავკასიური სახლში ამის ბედნიერება, მაგრამ მინდა სიგულახდი და თქვა ყოველგვარი ზედმეტი მოფერების გარეშე, რომ ჩემთვის როგორც პიროვნებისთვის დანიელი არის ერთი საუკეთესო შთაბეჭდილება უკანასკნელი წლების განმავლობაში, ვისაც შევხვედრილ ვარ. მან შემზე რომ თქვა მოახდინან თავისებური გავლენა როგორც პიროვნებაზე. მისი საუკეთესო თვისებებიდან გამომდინარე, საოცარი იუმორით, საოცარი სიღრმით, რაზეც იკვლევს და რაზეც საუბრობს ზოგადად და დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ ქრისტიანული კავკასია. კავკასიური სახლი ზოგადად თავისი დამოკიდებულებით კავკასიისადმი გამოიხატება ესეთ დევიზში, რომ კავკასია ჩვენი საერთო სახლია. აქ ახლა ის ბანერი აღარ აქვს, მაგრამ ეწერა გვაქვს მქონდა სხვა ბანერი, რომელიც გაგვიფუჭდა. ფაფუ ხო და მაგრამ ეწერა ძალიან საინტერესო ფრაზა ძებნაში ახლის გახსოვდეს სახლი. დაწესებულებასაც იმიტომ ქვია კავკასიური სახლი, ამასაც სიმბოლური დატვირთვა, რომ ეს ყველა სტუმრისთვის არის კარი ღია, თუ კი ვინმე აქ ყოველთვის იყო თავისუფალი აზრის ტრიბუნა, თავისი თუ კი სადმე რამე არ ითქმებოდა, შეიძლება თამად გამოეთქვა თავისი დამოკიდებულება, ჩვენ ვაძლევთ აბსოლუტურ თავისუფლებას. და თემები იყო ამ სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში იყო სხვადასხვანაირი, რაც შეეხებოდა ქართულ კავკასიურ ურთიერთობებს, კავკასიის ხალხები, მათ ცალკეულ ეთნიკურ და ისტორიაზე და ასევე რუსულ-ქართული ურთიერთობები და აი ამ მთლიან კონტექსტში განიხილებოდა მთლიანი კავკასია. კავკასია როგორც რეგიონი თავისთავად ძალიან უაღრესად საინტერესოა, შეიძლება ბევრს არ ესმის ეს, მაგრამ ბევრს ესმის კიდევაც, რომ დღეს აღარავის არ აინტერესებს ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფოები. ეხლა უკვე არის რეგიონალური ტერიტორიები, რეგიონალური გაერთიანებები სახელმწიფოებისა და ამ ხრივ კავკასია დღეს ხო ნელა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. თქვენ წარმოვიდგინეთ, მე ასე ვფიქრობ და მჯერა რომ მომავალში ეს რეგიონი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა კულტურული ცივილიზაციური თვალსაზრისით კიდევ მეტ აქტუალობას შეიძენს. ამიტომ რაღაც კავკასია დასახლებულია, მრავალ ეთნიკურია, მრავალი ხალხები ცხოვრობენ კავკასიაში, ამიტომ აქედან გამომდინარე არის მულტირელიგიური, მულტიკონფესიური და ერთ-ერთი ძირითადი კავკასიაში მცხოვრები ხალხები არიან მუსლიმები, არიან ქრისტიანებიც, არიან ებრაელებიც და ასე შემდეგ. დღევანდელი რაც შეეხება ქრისტიანულ კავკასიას, წარმოადგენს ლექციას კავკასიის ქრისტიანული ცივილიზაციის ისტორიულ, კულტურულ და პოლიტიკურ საფუძვლებზე, სამეფოების ფორმირება, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, მონასტრული კულტურა და კავკასიის ადგილი აღმოსავლეთ და დასავლეთ შორის არსებულ ცივილიზაციურ სივრცეში. ლექცია ასევე შეეხება თანამედროვე ეპოქაში ქრისტიანული იდენტობის ტრანსფორმაციას,
ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას და კითხვას. შესაძლებელი თუ არა დღეს ქრისტიანული კავკასიის იდეის ხელახლა გააზრება, როგორც კულტურული და ცივილიზაციური ერთობის საფუძვლისა. თვითონ ეს მოკლე ანოტაციაც კი მრავლის მეტყველია და მე ვფიქრობ, წინ საინტერესო ლექსია გველოდება. ვინც აქახართ ეს იქნება ძალიან სასიამოვნო თქვენთვის, მაგრამ ძალიან გული დაწყლებად ისინი იმათ ვინც ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას. გთხოვთ ბატონო დანიელ. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ბატონო მიხო, მართლა არ მეგონა რომ ესე დადებითად ვიყავი ანუ დადებითად წარმოდგენილი კავკასიურ სახლში. სანამ დავიწყებთ უშუალოდ ქრისტიანული კავკასიის შესახებ ლექციის წაკითხვას, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო კავკასიურ სახლს ჩემი მოწვევისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც თანამედროვე ახალგაზრდობა ბავშვებმა უნდა გაიაზრონ, ეს არის თვითონ კავკასიური სახლის როგორც სივრცის მნიშვნელობა. ყოველთვის ადამიანები გარკვეულ სივრცეებში, ადგილებში იკრიბებოდნენ, მაგალითად სტოილები იკრიბებოდნენ დაახლოებით ესეთი ტიპის დარბაზში, სხვა შენობებში იკრიბებოდნენ სხვადასხვა ტიპის ფილოსოფოსები, თეოლოგები და ასე შემდეგ. და სივრცე ქმნიდა მეხსიერების ადგილს, რომელიც ქმნიდა გარკვეულ იდენტობას. და კავკასიური სახლი მოყოლებული 90-იანი წლებიდან მრავალ ქარტეხილს გაუძლო და მე თვითონაც უკვე შემსწრე ვარ აი ამ სივრცის. აქ ბევრ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა რომ მეცნიერი გამხდარიყო და თანამედროვეობაში რომ ხედავ წარმატებულ მეცნიერებს, წარმატებულ ადამიანებს, პირველად აქ აიდგეს ფეხი. მე სანამ თომა აქვინელს დავარეგი რედაქტირებას გაუკეთებდი და ალისდენ მაკინტაიერს ჩვენი სამყარო და კავკასიურ სახლში ბატონმა მიხომ მომცა შესაძლებლობა, მოდი გაასწორეო, სადეო. და ჩემი აი თუნდაც ახლა აი აქ მოხსენების თემაც, ახლა მე არ ვარ პოპულარული მეცნიერი, ალბათ იმიტომ რომ ასაკი არ მიწყობდა აქამდე ხელს, იმიტომ 37 წლის ასაკში მყოფი მეცნიერი ხმთლად ჯავახიშვილი თუ არა ხარ, არ უნდა გქონდეს პრეტენზია რომ პოპულარული იყო შენი სამეცნიერო ღვაწლით, იმიტომ რომ ეს სამეცნიერო ღვაწლი სიკვდილის შემდგომ მოდის და არაც ხო თანამედროვე სივრცეში, მაგრამ გარდაცვალებას არ დაველოდები. აი პირველ რიგში მადლობა მართლა კავკასიურ სახლის არსებობისთვის და დარწმუნებული ვარ რომ კავკასიური სახლი ხელახლა დაიბადება თავისი ბუნებრივი ფორმით, რაც აქვს, იმიტომ რომ აი ამ ორგანიზაციას ბევრი რამე აქვს გაკეთებული, არა მხოლოდ კავკასიური, არამედ ლიტერატურული თვალსაზრისით და აქვს, რა ვიცი, ბატონ მიხო, მაგალითად გერმანულიდან თარგმნის ბევრ რომანს, რომელიც ბევრმა არც იცის, ხო, ამისი არსებობა. და ყველანი გავიგებთ. პირველ რიგში ქრისტიანული კავკასიის იდეა რას გულისხმობს? ეს არ არის რომელიმე კონფესიური იდენტობასთან აფილირებული წარმოდგენა. თუ გვინდა ჩვენ შუა საუკუნეების კავკასიის კვლევა, ანუ ქრისტიანული კავკასიის კვლევა, ამის შესახებ უპირველეს ყოვლისა ჯერ უნდა ჩავიხედოთ საკუთარ ისტორიოგრაფიულ გამოცემაში და გამოქვეყნებულ ტექსტებში. მე პირადად პირველად ეს ტექსტი ცნება შემხვდა ქრისტიანული კავკასია ბატონ გურამაისურაძის ტექსტში, რომელიც დღეს, რა ვიცი, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ესეთი მკვლევარი რომ არსებობდა. ქართულ სომხურ ურთიერთობებს მიუძღვნა მან თავისი ისტორიოგრაფიული ღვაწლი, მართლა ძალიან დიდი მეცნიერი და ვისაც აინტერესებს წარმოდგენა შეექმნას ქრისტიანული კავკასიის შესახებ, პირველ რიგში მისი ტექსტები უნდა წაიკითხოს. მეორე არის, რომელიც მეორე დიდი მეცნიერი ასევე ზაზა ალექსიძე, რომელმაც გამოაქვეყნა საერთოდ სამტომეული ქრისტიანული კავკასია და შიგნით არის შესული ქართულ სომხურ და მათ შორის ალბანურ ურთიერთობებზე ტექსტები. ჩვენ ქრისტიანული კავკასიის ქვეშ განვიხილავთ შუა საუკუნეების პერიოდს, როგორც მკაფიოდ მე-4-დან მე-15 საუკუნის ჩათვლით. ისტორიოგრაფიაში რატომღაც მიღებულია, რომ შუა საუკუნეები გრძელდება სადღაც მე-18 საუკუნემდე, მაგრამ თუ მაგ ლოგიკას გავყვებით,
შუა საუკუნეები შეიძლება დღემდე გრძელდებოდეს. სანამ ქრისტიანული კავკასიის იდეას განვიხილავთ, კიდევ შესავლის სახით საჭირო არის თანამედროვე სამეცნიერო მდგომარეობა როგორი არის ჩვენთან, ხომ? 2004 წელს მომხდარმა საგანმანათლებლო რეფორმა მოიტანა თავისი გარკვეული შედეგები ბევრ ფაკულტეტთან დაკავშირებით, ბევრ საგანმანათლებლო სივრცესთან დაკავშირებით და მოხდა განათლების სეკულარიზაცია. რაც ალსახად კარგი არის, მაგრამ სეკულარიზაციის ფორმატში ვერ მოხდა გადალახვა მედიევისტიკის და ვერ მოხდა გადააზრება მაგალითად ქრისტიანული იდენტობის გააზრების, იმიტომ რომ როდესაც საუბრობთ ქრისტიანობაზე, პირველი ხატი რაც წარმოდგება, ეს არის, რომელ კონფესიას ეკუთვნი, ან რომელი კონფესიური იდენტობა არის შენი განსაზღვრელი. როდესაც სამეცნიერო კვლევას ვიწყებთ, აუცილებელი არის ბუნებრივია სეკულარული პრინციპები გქონდეს, მაგრამ ეს არ უნდა გაემიჯნოს ან იდეოლოგიასთან, ან რომელიმე სარწმუნოებასთან. ეს უნდა იყოს იდეოლოგიის და სარწმუნოების გარეთ, თორე იგივე იდეოლოგია შექმნი, როგორც დღეს არის ეს შექმნილი. ამ ხრივ, მედიევისტიკის თვალსაზრისით, ანუ ქრისტიანული კავკასიას როდესაც ვეხებით, ჩვენ წარმოდგენაში, იმიტომ რომ არ არსებობს ესეთი მიმართულება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, უნდა იყოს კავკასიის მედიევისტიკა. ესეთი პროგრამა არ არსებობს ჩვენთან, მათ შორის არც სახელმწიფო უნივერსიტეტში არის კავკასიოლოგიის მიმართულებით მედიევისტიკა, არსებითად ეს არის შუა საუკუნეების დრო, თან ახლა ნელ-ნელა შევიდეთ ტექსტში, წარმოსახვაში როგორი შეიძლება იყოს ქრისტიანული კავკასია და პლუს ეს სამეცნიერო თვალსაზრისით გაანალიზებული კავკასიის მედიევისტიკა, ეს ბუნებრივი არის ინტერდისციპლინური, ანუ როდესაც შენ იკლებ მაგალითად შუა საუკუნეების კავკასიას და იცი მარტო რა არის ლაპიდარული წარწერა, ვერ გაიგებ რისთვის აკეთებენ ის ადამიანები ლაპიდარულ წარწერას. ან თუ შენ იცი მაგალითად ჩემს ჩამონათვალში დაღწერაში იყო სამონასტრო კულტურა, ხომ? თუ თანამედროვეობაში იცი სამონასტრო კულტურა რა არის, სრულიად სხვა ვითარებას შეხვდები შენ შუა საუკუნეების რეალობაში, იმიტომ რომ ეს არის ტექსტი, რომელიც შენ უშუალოდ გიქმნის ყოველდღიურობის სივრცეს. ჩვენ, როდესაც ვეხებით ამ საკითხს, ამ მედიევისტიკაში რა პრობლემა არის? დღეს თანამედროვე საქართველოში, რომ იკვლევენ ძირითადად საქართველოს ევროპის ურთიერთობებს, მაგალითად პოპულარული არის ახლა დასავლური კვლევები, პოპულარული არის ქართულ კათოლიკური კვლევები და ძირითადად მაგალითად თაწმინდელების მოღვაწეობა აისახება და შუა საუკუნეები რომ გადაწელილი არის მე-18 საუკუნემდე ქართულ კათოლიკურ ურთიერთობებს იკვლევენ ამ თემას. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ევროპული მეცნიერების გააზრებაც, მაგალითად ჟაკ ლეგოფი ესეთი ავტორი არის, ფრანგული ისტორიის და ევროპული ისტორიის მამა არის, მისი ტექსტი ნათარგმნი არის ქართულად ევროპის დაბადება, სადაც გააზრებული არის თუ რა არის შუა საუკუნეების ევროპა. ეს არის ძალიან კონკრეტული სივრცე, ლათინურენოვანი მემკვიდრეობა, რომელიც იქმნება ძველი რომის ნანგრევებზე. ეს წარმართული რომმა, რომ მე-5 საუკუნეში რომ მიიღო ეს ქრისტიანობა და მთლიანად გადალაგდა ქრისტიანულ პრინციპებზე და ჟაკ ლეგოფი თანამედროვე ევროპის დაბადებას, ანუ რეგიონული იდენტობის დაბადებას მიიჩნევს სწორედ მე-11-12 საუკუნეებში მომხდარ ცვლილებას, სადაც ჩამოყალიბდა დასავლეთის ცნება ევროპის, მართალია ეს მე-15 საუკუნიდან შემოდის ეს ევროპის ცნება, მაგრამ საჭირო იყო ესე გამოყენება, რომელიც კაფიოთ უნდა ყოფილიყო გამიჩნეული ბიზანტიისგან. ჟაკ ლეგოფი იმ ტექსტში არ ახსენებს არც ბიზანტიას, არც შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიას და მით უმეტეს არც კავკასიას. მე-18 საუკუნის ერთ-ერთი მოგზაური გერმანელი იქ აღწერს კავკასიის რეგიონს, რომელიც არის მთლიანად აწყობილი
შუა საუკუნეების რეალიებზე. ასევე აი მაგალითად ფრანგი მისიონერები რომ ჩამოდიან აქ და რომ იწყებენ მე-17-18 საუკუნე არის და რომ იკვლევენ ქართულ იდენტობას, აქ პირველ რიგში შემოდის მე-4 საუკუნე, როდესაც ქრისტიანობას იღებენ ქართველები და მათ პარალელურად იხსენიება მაგალითად სომხები და ალბანელები. დღეს თანამედროვე რუკა კავკასიის და კავკასიის მიმდებარე ქვეყნების არ ემთხვევა შუა საუკუნეების რუკას. მაგალითად, ჩვენ ქართველები დავრჩით ადგილზე, მაგრამ ჩვენი ტერიტორია, ის რა სადაც მაგალითად ჩამოყალიბდა ქრისტიანული კავკასიის იდეა, ხო, პირველი დღეს ნაწილი არის თურქეთის ტერიტორიაზე. ის რაც იყო მაგალითად ალბანეთში, ის თანამედროვეობაში გახდა აზერბაიჯანი და ერთ-ერთ აზერბაიჯანის ელჩთან მქონდა კომუნიკაცია და როდესაც ვახსენე მოვსეს კალანკატუალი, რომელიც შუა საუკუნეებში წერს ალბანეთის ისტორიას, ეს აზერბაიჯანული ისტორია არის და მე თქვი თუ ისტორიკოსი არ იყო და მყისი არა დავუხსენდი რომ ესეთი გარდასახვა პრობლემატური არის მეთქი, მაგრამ თავარი ის არის რომ აი მაგალითად აზერბაიჯანშიც არის მზაობა იმისთვის რომ ალბანური კულტურის მემკვიდრეობის მიმღებელებიც იყვნენ. ანუ მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა აზერბაიჯანელების არიან მუსლიმები, სრულიად იაზრებენ ალბანური კულტურის მემკვიდრეობას. აი შუა საუკუნეების კავკასია როგორ იქნება და რითი არის უნიკალური ამ თვალსაზრისით. ანტიკური დრო, როგორც ესეთი, რაც თანამედროვეობაში ჩვენზე ახდენს გავლენას, იყო ძველი რომის იმპერია, საიდანაც აღმოცენდა ეს ორი ენა, ლათინური და ბერძნული და აი ამ ორი ენის მემკვიდრეობის საფუძველზე ევროპის ტერიტორიასა და ძველ ანატოლიაში, დღეს სადაც თურქეთი არის, მაშინ იყო ბიზანტია და იმპერიების მთელი ის არის თურქეთი მემკვიდრე, ამ ხრივ მართლა საოცარი ქვეყანა არის, იქნება ბერძნულენოვანი და ლათინურენოვანი ქრისტიანული იდენტობა. მაგალითად და რა განსხვავებაა ჩვენსა და თანამედროვე ევროპელსა ან ბერძენს შორის. მაგალითად ბერძენს შეუძლია თქვას რომ ჩემი იდენტობა არის ანტიკური, იმიტომ რომ იცის რომ მისი წარსული არის დაკავშირებული პლატონთან, დაკავშირებული ევრიპიდესთან და ასე შემდეგ. ასევე ლათინურენოვან სივრცეში მაგალითად თანამედროვე იტალიელს შეუძლია თქვას რომ მე მოვდივარ თალესიდან და ჩემი იდენტობა არის თალესიდან, აი ამ იდენტობას სენაკა, რომელმაც და აი წარმართული რომი. მაგრამ ჩვენ კავკასიის რეგიონს ამისი თქმა ნაკლებ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ კი გვაქვს მატერიალური კულტურა წარსულის, მაგრამ არ გვაქვს ამისი გამომხატველი, ანუ ჩვენ არ გვესაუბრება არანაირი წარწერა, არანაირი ტექსტი ანტიკურობიდან. ეხლა ისტორიკოსებისთვის ცოტა რთული მოსასმენი არის ხოლმე ეს, რომ როგორ მაშინ არ ვარსებობდით, კი ვარსებობდით, მაგრამ საკუთარი თვითიდენტიფიკაცია და საჭიროება ამისი გამოხატვის არ ჩავთვალეთ საჭიროდ და ეს მაგალითად ანტიკურ არტეფაქტებშიც კარგად ჩანს, ხომ? კოლხეთის ტერიტორიაზე, ძველი ბერძნული არტეფაქტები არის და სავარაუდოდ ბერძნულად იყო კომუნიკაცია და წერილებიც და ისინიც ბერძნულად იგზავნებოდა. ანბანი, რომელიც შეიქმნა კავკასიაში, იყო პირველი გამომხატველი იმის, რომ ამ სამ ერს, რომელიც შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა და ჩამოაყალიბა სწორედ აი ამ ენობრივი თვითგამოხატულების დამწერლობამ, ხომ გახდა მაიდენტიფიცირებელი ერი არ ყალიბდება ისე მასე თანამედროვეობაში ბევრი ერი არის, რომელსაც არ აქვს წარსულის მეხსიერება, იმიტომ რომ არ აქვს მაგალითად ანბანი. ენა აქვს, მაგრამ ანბანი არ აქვს. და ამ პატარა რეგიონში შუა საუკუნეებში, როდესაც შემოდის ქრისტიანობა, იქმნება სამი ანბანი: ქართული, სომხური და ალბანური. და რატო? პირველ რიგში ქრისტიანობა მე-4 საუკუნეში, როდესაც შემოვიდა უკვე კავკასიაში, შემოვიდა რითი? რომ
ქრისტიანობა უკვე არის ჩამოყალიბებული რელიგია, თავისი მეხსიერება აქვს, ანუ შენ რომ მოგინდეს რომ აი მე ქრისტიანი გავხდე შუა საუკუნეებში ესე არ არის, ტექსტთან უნდა კონდეს კონტაქტი. ის რომ მღვდელმა მაგალითად აღასრულოს ლოცვა რომ ქრისტიანი გახდე, ამისათვის უნდა კონდეს დაკითხული ტექსტი, ტიპიკონი, ანუ გამორიცხული არის ტექსტის გარეშე შენ რაღაცა წარმოქმნა და სწორედ აი ქრისტიანობის საჭიროებამ განაპირობა ენის დამწერლობის აქტუალურობა, აქტივაცია. ნუ შეიძლება მანამდეც იყო მაგალითად ასომთავრული, ანძველი სომხური, ანძველი ალბანური, მაგრამ მისი გამოჩენა განაპირობა აი ამ დამწერლობამ. და მთავარი რა არის, რომ ერთიან ჩვენ მაგალითად მთელ კავკასიაში შუა საუკუნეებში აქვს ერთი ბედი. ქრისტიანობა ერთიანად შემოდის კავკასიაში და საინტერესო არის ამ ხრივ მე თვითონ სადოქტორო ნაშრომი ამაზე მაქვს კულტებზე შუა საუკუნეებში თუ როგორ ყალიბდება და პოლიტიკური ვითარება როგორ აყალიბებს კულტებს ჩვენ უმეტესად ვიცით მაგალითად რომ საქართველოს მოაქცია წმინდა ნინო, სომხეთი მოაქცია და ალბანეთი გრიგოლმა, მაგრამ ამისი პოლიტიკური თეოლოგიის თვალსაზრისით გააზრება საქართველოში არ მომხდარა. იყო გარკვეული რაღაც, მაგრამ პოლიტიკური მეთოდოლოგია ბუნებრივია, საბჭოთა კავშირი იყო და პოლიტიკურ თეოლოგიას ვინ გააზრებინებდა, ხო? და თანამედროვეობაში ამის შესაძლებლობა რომ დადგა აქ ნუ ისეთი ტექსტები დაიწერა რომ მაგალითად წმინდა ნინო შეიძლება იყოს რუსული პროექტი, რადგან მე-16 საუკუნიდან ყველას ქვია წმინდა ნინოს ახალხო არის და მერე რახან ეს წმინდა ნინოს ჯვარი რომელიც დღეს სიონში არის გამოფენილი მოსკოვიდან ჩამოიტანეს, აქედან წაიღეს და ფორმატ მოსკოვში მიიღო და ის შეფუთვაც, ნუ აი ერთ-ერთი ტექსტი არის, რომ წმინდა ნინო იქცა, ნუ რაღაც რუსულ პროექტად. ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიმართლა იმითი, რომ წყაროწონებითი თვალსაზრისით მეტნაკლებად სწორად არის დაცული, მაგრამ აი პირველად კავკასიის რეგიონში ამის შესახებ ცნობა ეკუთვნის არა ქართულ წყაროწონების ტექსტს, არამედ სომხურ ისტორიოგრაფიას და ეს არის სოკრატეს სქოლასტიკოსის 695 წელს ნათარგმნის საეკლესიო ისტორია სომხურ ენაზე, სადაც არის მოთხრობილი ქალის შესახებ, რომელმაც მოაქცია ქრისტიანობაზე ეს იბერიელები და იქ არის მოხსენიებული სახელი ნუნ და ნუნ სომხურათაც ნიშნავს მარტო მყოფელს. იგივე სომხურ ისტორიოგრაფიაში მერე არის ხო სომხურ ისტორიოგრაფიაში ამ ხრივ არის ერთი პრობლემა მოვსეს ხორენაცის პრობლემა იმიტომ რომ ერთი ნაწილი ისტორიკოსების მიიჩნევს რომ არის მე-5 საუკუნის ტექსტი, მეორე ნაწილი მე-8 საუკუნის ტექსტი და იწვევს დიდ პრობლემას და რატო? თავიდან ქრისტიანობაზე, ასე რომ ვთქვათ, კავკასიის მოქცევა განაპირობა რამ, რომ აქ ვიღაცები მართლა შემოდიან ახლა ისე არ ხდება რა, პოლიტიკური ნება იყო და ეს მაგალითად აღწერილი არის როგორც ქართულ წყაროებში, ასევე სომხურში და ალბანელებს აქვთ განსაკუთრებული საინტერესო ისტორიული მეხსიერება ამ ხრივ, ამას მოგვიანებით ვიტყვი. რომ პირველად ქართული კავკასიის საერთო განმანათლებელი იყო წმინდა გრიგორი. დღეს რომ შეცდომით ეძახიან მაგალითად სომხებს გრიგორიანელებს, ნუ ეს არის თანამედროვე პრობლემა და თანამედროვეობაში ბევრი სხვა პრობლემა არის მართალია, მაგრამ ესეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის, რომ ეკლესიათან განყოფამდე ქართულ ანუ ოდესღაც მთელი კავკასია იყო ქრისტიანული ერთი საერთო ეკლესია. სანამ დადგებოდა მე-7 საუკუნე, როდესაც მოხდა დვინის პირველი და მეორე კრება, სადაც საბოლოოდ გაიყო ეკლესიები მონოფიზიტებად და მიაფიზიტებად. ზოგ შემთხვევაში ხო, დიოფიზიტებად და მონოფიზიტებად ბოდიშით. ოღონდ ეს მონოფიზიტობის პრობლემაც არის, ანუ თითოეული სიტყვის ახსნა მიწევს, იმიტომ რომ აქ რთული ასპექტები არის, მაგალითად, ბერძნულად მონო და მია არის სხვადასხვა ერესი. და ქართულად
ამას აქ ერთი აღნიშნული, ერთი ისევე როგორც სომხურად, ალბანურად არ ვიცი როგორ არის ეს ცნება. და დღეს მაგიტომ არის მაგალითად სომხურ საეკლესიო ტექსტებში რომ თანამედროვე სომხები მიაფიზიტებად აიდენტიფიცირებენ თავიანთ თავს ბერძნები მონოფიზიტებს ეძახდნენ და ქართველებთან კიდევ უფრო მეტად არის დახვეწილი ეს იმიტომ რომ ბერძნული დოგმატური ტერმინოლოგია ჩვენთან არ არის. ეკლესიათა განყოფის შემდგომ უკვე ჩნდება თვითიდენტობის ნარატივი რომ მე-7 საუკუნის შემდგომ უნდა შექმნილი, მე ქვეყნის წარმომადგენელი ვარ, მაგალითად ალბანელი ვარ და როგორ შეიძლება მომაქციოს სომეხთა წარმომადგენელობა. ეს იყო პოლიტიკური ნარატივი და ეს კარგად ჩანს მაგალითად მე-8 საუკუნის ალბანურ ტექსტში, ალბანთა ქრონიკაში, სადაც აღწერილია რომ ჩვენ წმინდა გრიგოლმა კი გვიქადაგაო, მაგრამო მოვეკეცით მანამდეო და მოგვაქციაო მოციქულ და მოციქულმაო. ეს არის აღწერილი ალბანურ ქრონიკაში. საქართველოში ესეთი პირველი ტექსტი, რომელიც უადრესი არის მოღწეული ჩვენამდე, არის სინ 50 ხელნაწერი, რომელიც სინას მთაზე შემორჩა და ზაზა ალექსიძეს აღმოაჩინა ეს ტექსტი და გამოაქვეყნა. მე-9 საუკუნის დასაწყისის ტექსტი არის და იქ დასაწყისში არის მითითებული, რომ ეს გრიგოლ დიაკონმაო გადმოწერაო, უადრესი შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც მე-8 საუკუნის ტექსტი. ქართლის მოქცევის, რომელმაც ჩვენამდე არ მოაღწია. და საინტერესო არის იქ, რომ იქ აღწერილი ტექსტები აღწერენ იგივე ნარატივს, მაგალითად არის ნახსენები რიფსიმე და ამ რიფსიმეთი ქართული ისტორიოგრაფია ნაკლებ დაინტერესდა და მე მაქვს ამაზე ერთი თავი აღწერილი, რომ ეს ვინ არის ეს რიფსიმე და მთავარი კვანძი არის მთელი ქრისტიანული კავკასიის იდეის და არ ახსენებენ წმინდა გრიგოლს. აგათანგელოზმა მე-5 საუკუნეში, როდესაც დაწერა სომეხთა ისტორია, ეს იყო სომეხთა მოქცევის ისტორია. პირველი იყო რიფსიმეს წამება, ნაწილი, მეორე ნაწილი იყო წმინდა გრიგოლის ცხოვრება და ამ ეს პირველი ნაწილი მე-9 საუკუნეში ნათარგმნი არის ძველ ქართულად. და მეორე ნაწილი არ არის ნათარგმნი. წესით ორივე უნდა ყოფილი, იმიტომ რომ ერთიანი ტექსტი არის, ჩვენ ნაწილებად ყოფთ ეხლა, იმიტომ რომ ეხლა გადავიაზრეთ ეს ტექსტი, მაგრამ მანამდე არ იყო ეს. მაგრამ ეს რიფსიმე დარჩა. ვინ არის რიფსიმე? მთავარი გასაღები არის მთელი ქრისტიანული კავკასიის იდეის. იყვნენ შუა საუკუნეებში მისიონერი ქალები და საინტერესო არის რომ მთელი კავკასია რაღაც ფემინურ იმაზე მოიქცა, ფემინურად მიიღო რა, ასე რომ ვთქვათ, ქრისტიანობა, რომ რიფსიმა მოდის, მოყვება იქ ბევრი ხალხი და ქართულ წყაროში არის აღნიშნული, რომ წმინდა ნინოც წამოყვაო რიფსიმესო. და ეს რიფსიმე მოდის, მასზე დიდი სომეხთა მეფე თრადატი ძალადობს და ბოლოს ხდება და სხვათა შორის ძალიან ღიად არის შუა საუკუნეების, ასე რომ ვთქვათ, ცენზურის მიუხედავად, როგორ გითხრათ, შთამაგონებლად და პირდაპირ არის აღწერილი იქ მომხდარი მაგალითად წამების აქტი, რომელიც იყო სექსუალური შევიწროების და შემდგომ კლავს და სწორედ ამ რიფსიმეს კულტზე, რომელიც დამარხეს ეს კალი და დღეს სხვათა შორის რიფსიმეს ეკლესია არის სომხეთში, რომელიც თითქმის ანალოგი არის ატენის სიონის, სტრუქტურულად არის თითქმის ერთნაირი. და ეს გამოტანილი სურათიც იმიტომ მაქვს, რომ ესეთი სტილის ეკლესია არის საერთო კავკასიის მახასიათებლის და წმინდა გრიგოლი სწორედ ჰაერზე კი არ მოდის, რიფსიმეს კულტზე აფუძნებს სომხეთში ქრისტიანობას. ძალიან საინტერესო არის ის ნარატივიც, რომ კლარჯულ მრავალთავში, ესეთი ტექსტი არის ძველ ქართულად მოღწეული, საინტერესო არის მეორე ვერსია ამ ყველაფრის.
რომ ქრისტიანობა მიიღო და აი კავკასიურ ვერსიას გიყვებით ახლა საკითხავი არის ეს არის ლიტურგიკული ტექსტი და მის გამოცემელს რატომღაც ეს გამორჩა ტექსტიდან თავის დროზე და ნუ იქ მოქცევა კი არა და შატბერდის მრავალ თავს განიხილავს და იქ არის საკითხავი ქართლის მოქცევის ოღონდ თავარი არის აქ რომ ეს არის პოლიტიკური ნინო არ არის ნახსენები არც რიფსიმი არის ნახსენები არც წმინდა გრიგოლი ქრისტიანობა მიიღო საერთო ჯამში კონსტანტინეს ნებამ რომ კავკასია მოიქცია ქრისტიანობაზე და მოაქცია მეფე მირიანმა და სომხეთში თრადატმა ანუ აქ ჩვენ ვთავაზობს პოლიტიკურ მოდელს ოღონდ ეს აქვს აღწერილი გამომცემელს და ვინც წაიკითხავს ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ტექსტს რომ განიხილავს შატბერდის მრავალთავში არსებულ ტექსტს ანუ შუა საუკუნეებში რო წარმოვიდგინოთ რა ხდება ესე იგი ტექსტი მოცემული არის სადაც მღვდელი კითხულობს და იმ ტექსტის მიხედვით როგორც არის ეს ნაკვლევი ხომ უცბად მღვდელი ეუბნება რომ ეს გაგრძელება იხილეთ შატბერდის მრავალთავში შუა საუკუნეებია წერა-კითხვა არავინ არ იცის ეს მხატვრობა რატო განვითარდა ხომ შუა საუკუნეებში წერა-კითხვა არავინ არ იცოდა და ნახატების მიხედვით ხალხს უნდა წარმოესახა ქრისტიანული იდენტობა რა იყო ხომ და ამიტომ იდება იქ ეროვნული ნარატივები მაგალითად მხატვრობაში იგივე დამიანეს მხატვრობა რო ავიღოთ ხომ ნუ სუფთა ქართული მწვანილები არის გამოტანილი იმაში მხატვრობა საიდუმლოსერობის სურათზე იმიტომ რომ ეს იყო ეროვნული იდენტობის აღნიშვნელი ხო და როდესაც განვიხილავთ აი ამ თემას ძალიან კაფიოთ უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ რომ თუ ჩვენ ქრისტიანულ თემატიკას განვიხილავთ როგორც მხოლოდ სარწმუნოებრივად აღმოვაჩენთ რომ ნუ რაღაც გაუგებრობასთან გვექნება საქმე თავარი არის წამყვანი პოლიტიკური ნება პოლიტიკური თეოლოგია იმიტომ რომ შუა საუკუნეებში არ არსებობს არაფერი და როგორც დღეს პოლიტიკური ნების გარეშე ის რომ მაგალითად შუა საუკუნეებში ერთი ხელნაწერი რომ გადაწერო ამას ჭირდება არა დღეს რო არის enter და print და რომ შეგიძლია დაბეჭდო მთელი წიგნი იქ ძროხა უნდა გაეტყავებინა ვიღაცას უნდა დაემუშავებინა მერე მელანი იქ უნდა მოეძია ის ოღონდ ამას ჭირდებოდა ფინანსები და მომგებელი ვინ იყო თავარი აზნაური იგივე ვერ აშენებდი შენ ეკლესიას თუ მთავრის ნება არ გქონდა და ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში ეს გვაქვს ეხლა რომ დაუბრუნდეთ ისევ ძალიან საინტერესო ნარატივს როგორ მოხდა აი ამ პატარა რეგიონში კავკასიური იდენტობის ფორმირება და ჩამოყალიბება ეს საეკლესიო აი მე როდესაც ბაკალავრს სწავლობდი და დავინტერესდი მაგალითად ეპისტოლეთა წიგნით ეს არის უადრესი წყარო სადაც მოგვითხრობენ კავკასიაში თუ როგორ გამოიყო ერთმანეთს ქართული და სომხურ-ალბანური ეკლესია. ამის შესახებ კითხვები რო დავსვი, ეგენი მონოფიზიტები არიანო, ჩვენ მაგათ ტექსტების დაკითხვა არ გვჭირდებაო. ანუ რომ მოგინდეს კრიტიკულად ვერ გაიაზრებ თანამედროვეობაში შუა საუკუნეების ტექსტებს, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელი არის დღეს რომ შენ რამეზე ილაპარაკო. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა ის და ბევრი ეპისტოლეთა წიგნში ამბობენ რომ ეს არის ტენდენციური კი არის როგორც ერთ რამეში რომ სომხები არიან სომხური ეკლესია არის მართალი და მტყუანი არის პიროსი ქართველი მაგრამ ეს იყო რელიგიური იდენტობა ერთმანეთისთვის იყვნენ ასე რომ ვთქვათ ოპონენტები ოღონდ რა განაპირობებდა ამას ქართველებს უჭერდნენ ბიზანტიური მხარე და პოლიტიკა მხარს და ბიზანტიის პოლიტიკა მაშინ იყო დიოფიზიტობა და სომხებს უჭერდნენ და ალბანელებს მხარს სპარსელები და მათი мотивация მიუხედავად იმისა რომ მუსლიმები არიან რატო უჭერენ მხარს ამათ იმიტომ რომ ისინი ბიზანტიური იდეოლოგიის წინააღმდეგ ანუ მიაფიზიტობა ჩამოაყალიბეს და მაგიტომ დარჩა ახლა ახლო აღმოსავლეთში ეს მონოფიზიტური ეს სხვადასხვა მიმდინარეობები მეტიც აი როდესაც შუა საუკუნეების ტექსტი იკვლევ ხო მეცნიერულად იქ შეუძლებელი არის რომ შენ თქვა ერესი
იმიტომ რომ როდესაც სამეცნიერო ტექსტს უდგები და გარედან ობიექტურად არ უნდა იყო, ასე რომ ვთქვათ, აფილირებული რომელიმე ტექსტი, ანუ სამწუხაროდ ჩვენი მდგომარეობა ამ ხრივ უფრო რთული არის, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს რაღაც სიახლეების აღმოჩენა, რაღაც აი სიახლე შუა საუკუნეებში როგორ უნდა იპოვო, ხომ? ნუ ერთი ესეთი ტექსტი მაქვს სიახლეები, ვისაც უყვარს ხოლმე ეს კონფერენციებზე ან ისტორიკოსებს 30-ათი აღაპში აღმოვაჩინე, რომ ბჭყალებში რა თქმა უნდა აღმოვაჩინე, რომ წმინდა ნინოს არ მოიხსენიებდა ათონის ივერთა მონასტერი არასდროს მე-14 საუკუნემდე და მე ერთიანი საქართველო კი დაინგრა. ხო, ამ ხრივადაც საინტერესო არის, იმიტომ რომ ქრისტიანობა ნებისმიერი მიმართულების კავკასიაში ძალიან კრიტიკული არის. აი ეს მე რაც ვილაპარაკე დვინის კრებებზე, შუა საუკუნეების გახლეჩვა როგორ მოხდა, ხომ? ეს მიმდინარეობდა წლობით. ანუ თეოლოგიური ტრაქტატები დგებოდა, მე ამ თეოლოგიურ ტრაქტატებზე მსჯელობდნენ და ნუ აი მთელი პროცესი იყო, სადაც სრულდებოდა, ანუ დღეს შეიძლება ერთ სიტყვაზე გამოიკინონ ერთმანეთს, არა, იქ თითოეული სიტყვის გარჩევა მიმდინარეობდა, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რაც ქრისტიანობაში ჩატარდა, 100-ს გამომოხდა. ჰომოუსიოს თუ ჰომოუსიოს. და აი ამაზე ის სხვა შინაარსს გაძლევდა, ეს სხვა შინაარსს გაძლევდა და აი ამაზე აიწყო, ანუ ქრისტიანული ტექსტები ესეთი არის. და ნუ კრებები, რომ კვირაობით მიმდინარეობდა თითოეული ტექსტის გაზრება. ხო, ეხლა თანამედროვეობაში გადმოვიდეთ, როგორ არის ეს ყველაფერი. ჩვენთან სამწუხაროდ, აი მაგალითად, დოგმატიკონს ვკითხულობთ, ხომ? არსენ ნიყალთოელმა მე-12 საუკუნეში რო თარგმნა და მთელი ტექსტები არის მონოფიზიტთა წინააღმდეგ, მონოფიზიტთა წინააღმდეგ, სომეხ მონოფიზიტთა წინააღმდეგ და აი რატო? თუ აღმოვაჩენთ, რომ ქართულად არ არის ბევრი ტექსტი ნათარგმნი, შუა საუკუნეების პერიოდის სომხური თეოლოგიური სივრციდან იქ არის ანტიქალკედონური ტექსტი, ანუ თუ გინდა შენ კავკასიის გააზრება, ესენი ერთმანეთში აყალიბებენ თვით იდენტობას. აი მაგალითად გიორგი მთაწმინდელი, როდესაც ანტიოქიაში ექნება პრობლემა, რომ თქვენ ნუ არ ხავთო ისეთი მართლმადიდებლებიო, რატომ აი რა სახელს დებს, რომ თქვენ სომეხთა სარწმუნოების მიმდევრები ხართო. ანუ იქ ანტიოქიაში და თუნდაც ბიზანტიაში ქართველი თუ იყო სომეხთან აფილირდებოდა, სომეხი თუ იყო ქართველთან აფილირდებოდა, იმიტომ რომ ესენი ერთიანი რეგიონის წარმომადგენლები არიან. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ცოტა ჩვენზეც გადმოვალ, რომ ჩვენ ვქმნით შუა საუკუნეებს ბიზანტიური მხატვრობით, ტექსტებით, ეხლა გრიგოლ ნოსელი, ბევრს კი გონია, ქართულად არ წერდა. წერდა ბერძნულად, იყო იმ სივრცის წარმომადგენელი, მაგრამ ისევ ქმნით ამ ტექსტებს, რომ ქართულად ჟღერდეს. ანალოგიური არის სომხეთში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სომხურ ისტორიოგრაფიას და სომხურ თეოლოგიას ჭირდება დაფინანსება, რომ ცოტა ტექსტები ითარგმნოს, ერთი მხითარგოში არის ნათარგმნი, ის ქალბატონი ნათიას პირადი ინიციატივით და იმიტომ რომ აქ ტექსტის გარშე უბრალოდ ვერ გაიგებ. რა დიატრიბა არის ქართულ-სომხურ ურთიერთობებში და ძალიან ბევრი ტექსტი არის, აი მაგალითად ახპატის და სტანაინის სკოლა სომხეთში არის უძლიერესი, რომელთაც კავშირი აქვს ბიზანტიელებთან და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ გვინდა აი ამ ქრისტიანული კავკასიის იდეის გაგება, ხომ? აუცილებელი არის რომ გადავიაზრო, აი ქართლის ცხოვრება ავიღოთ. ქართლის ცხოვრება არის უადრესი ძველი ქართული ტექსტი, რომელიც რატომღაც არ თარგმნეს არც ბერძნებმა და არც ევროპელებმა, არამედ თარგმნეს სომხებმა. იმიტომ რომ, ნუ ჯერ სომხები დიდი ისტორიკოსი ერი არის, ასე რომ თქვა ჩვენ რო პოეზიას წერდით, ისინი ისტორიას წერდნენ და ამ ხრივ სხვათა შორის ნიკოლოზ გულაბერის, აი უძლიერესი პატრიარქი საქართველოსი და დღემდე რომ მსოფლმხედველობრივად და თუნდაც კულტურული იდენტობის თვალსაზრისით, ანუ არქეტიპი პატრიარქის ნიკოლოზ გულაბერისთან შეიძლება მივიდეს და ამაზე მოგვიანებითაც ვიტყვი რატომ. ის წერდა რომ ნუ ქართველები ვართ ერი საზეპურო, დიდებული ერი. გულაბერის შეხმაროთ
ბევრი ტერმინსა და ბევრი ისტორიული პიროვნებას ასახელებს, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი მეცნიერული თვალსაზრისით მეცნიერება იცოდეს, ჩვენც რო ვიცოდეთ. ყველაფერს მარტავ. აი ეს ნიკოლოზ გულაბერიძე იყო მე-12 საუკუნის თამარის დროინდელი პატრიარქი, რომელმაც დანგრეული ათონის დივერონის მონასტერი ხნახანძრალი გადაარჩინა და მიწები დაუბრუნა. ეს შუა საუკუნეებში მიწები ესე არ რიგდებოდა, მაგრამ ქართველებს დიდი მიწები ჰქონდათ ათონზე. იგივე გააკეთა იერუსალიმში და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში ორი აღაპი არის, სადაც მოიხსენიებენ ნიკოლოზს და იქ დიდი სასყიდელი გადაიხადა, რომ ჯერ ჯვრის მონასტერი შეინარჩუნა და მერე მიწები დაუბრუნა და ეს იყო კოლოსალურად დიდი თანხები. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თუ ნიკოლოზ გულაბერიძე ამას არ გააკეთებდა, აღმოჩნდებოდა, რომ ის მეხსიერება, რაც დღეს გვაქვს იერუსალიმზე და ათონზე, არ გვექნებოდა. ასევე მან შეადგინა და რახან მოთხოვნა გაჩნდა დიდი სიამოვნებით ჩავყვები ამ ტექსტს. ეს არის მოსახსენიებელი საკითხავი ნიკოლოზ გულაბერიძის სვეტიცხოვლის, ანუ დღეს ჩვენ სვეტიცხოველს რომ ვიცნობთ, რომ აი ეს უფლის კვართი იქ არის დაფლული და ეს იდენტობა ქართველების სვეტიცხოველში არის თავმოყრილი, ვიცნობთ, იმიტომ რომ ნიკოლოზ გულაბერიძე მე-12 საუკუნეში დაწერა თეოლოგიური ტრაქტატი. საინტერესო არის ის, რომ ქართული ტიპიკონები, ანუ ტიპიკონი რას ქვია? დღეს ეკლესიებში, ანუ წირვა-ლოცვები რომ მიდის, ხო? შეიძლება ერთ ფურცელზე კონდეთ ამობეჭდილი ეს ტექსტი, მაგრამ შუა საუკუნეებში მოდიოდა დიდი წიგნი, სადაც იყო მაგალითად მღვდელს რა არის მერე უნდა წაიკითხა, თან საინტერესო არის როგორი ტონით. ეგეც კი იყო განსაზღვრული. ეხლა შეიძლება რომ გამოდიან და როგორ ყვირის ან ჩქარა რომ ასე არა, ანუ ნელა მკაფიოდ და სხვათა შორის შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიაში სკამებზე იჯდნენ, ანუ აღემართენით, რომ დღესაც ვამბობთ ჩვენ, რატო ვამბობთ? საიდან უნდა აღვემართოთ? ადექითო. ეს შუა საუკუნეებში ესე იყო, იმიტომ რომ ზოგი ხნიერი იყო, ზოგი სამუშაოდან მოდიოდა და უნდა დაჯდომა, ეს ჩვეულებრივი მომენტი იყო. საიდუმლო სერობაზე ძიჯდნენ და რავი, ჩვენ მდგავართ. ჩავაწყვეტილები რა მოვიდა. დიდი ხნით, ხო? და ხო, აი ეს ნიკოლოზ გულაბერიძე რო წერს ამ ტექსტს, აი პირველ რიგში რა არის გამოყვანილი? ეხლა ქალთა დიდება არის გამოყვანილი, იმიტომ რომ თამარის დროინდელი ტექსტი არის და თამარი მაშინ პოლიტიკურად არ იყო ძლიერი, მას სხვადასხვა ფეოდალები ზღუდავდნენ და ეს წმინდა ნინომ რომ მოაქცია და ღვთისმშობლის წილხვდომილობა სხვათა შორის ნიკოლოზ გულაბერიძის ტექსტი თეოლოგიურად არის დასაბუთებული შუა საუკუნეების მეხსიერების კუთხითაც, რომ ესე გავიგოთ და იქ ხმარობს ყველაზე საინტერესო იმას, ანუ დღეს იდენტობების ბუმი ხო გვაქვს ჩვენ, ანუ ქრისტიანობაც იდენტობა არის, ამ ქრისტიანობაში ყველა ვინც მოღვაწეობდა, ყველასთან არ შეიძლება იდენტობა არის ერთი. და ეს ერთი ძალიან კარგად გაიაზრა ნიკოლოზ გულაბერიძემ და პირველი მეხსიერების ადგილი თანამედროვე ისტორიოგრაფიის სკოლით რომ გავიაზროთ სვეტიცხოველი და გაიაზრა და მეხსიერების სიმბოლოდ გაიაზრა წმინდა ნინო. და აი ამ ორი მოდელისგან იქნებაო ერი საზეპურო, ანუ რჩეული ერი. როგორც იქვე მიაყოლებს, რომ ეს ქართველები არ თამგინენ ისტორიასო, არ წერნენო ისტორიასო და მე ძალიან მიჭირს, რომ წარსულ საუკუნეთა გააზრებაო. მან იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა მაგალითად სომხური ისტორიოგრაფია და სომხური ისტორიოგრაფია როგორი არის, ხო? რომ წერს მაგალითად მოვსეს ხორენაცი დასაბამთაგან მერვე საუკუნემდე, მეხუთე საუკუნემდე, მერე აგათანგელოზი წერს რაღაც პატარა მონაკვეთს და ასე შემდეგ. ანუ და როგორი არის ეს ტექსტები ისტორიოგრაფიული ანუ ქრონოლოგიური ისტორიები არის და ამიტომ სომხური ისტორიოგრაფიის და სომხური იდენტობის მეხსიერების წარმოდგენა ძალიან ადვილი არის.
ქართველებთან, რამის არის ხანდახან ეს ჰიპოთეზური ისტორიოგრაფია შევქმნათ და ხშირად გვიწევს ხოლმე ჩხუბი ბევრ რაღაცაზე, მაგალითად ფარნავაზი არსებობდა თუ არ არსებობდა. ხომ, ერთი ძალიან სასაცილო ვიდეო არის, ფსიქიატრი ძველი ქართველი რო ესაუბრება პაციენტს და სადაც ის პაციენტი ამბობს, რომ მე ისტორიით დაინტერესებული ვარ, რომ თამარს ვიცნობო, შოთას ვიცნობო. ხანდახან მასე დონემდე დავდივართ ხოლმე რა, ეს ისტორია არ არის. მაგალითად ლეონტი ბროველისთვის ფარნავაზიც არსებობს და ყველა და თუ მიუდგებით მაგალითად ევროპული მეცნიერების, მეხსიერების იან ასმანის თეორიის მიხედვით გასაგები გახდება ლეონტი ბროველი რას წერს, ხო? ასევე, როდესაც თითოეული ტექსტს ვიაზრებთ, ჩვენ უნდა გავიაზროთ სამ კუთხეთში. და რატო ვამბობ ამას, რომ შენ თუ გინდა მაგალითად დოგმატიკ, ივანე დამასკელის გაგება. ივანე დამასკელი დღეს ცნობილია, რომ ეს არის მართლმადიდებლური დოგმატური თეოლოგიის მამა, მაგრამ ვინ თარგმნის ქართულიდან ეს ითარგმნება სომხურად. ბევრმა არც იცის, რომ სომხურად არის ნათარგმნი. ასევე რამდენიმე ტექსტი არის, ივანე პეტრე, ჩვენი საამაყო ტექსტი არის ერთადერთი ივანე პეტრიცის, ერთ-ერთი უпроსორად კავშირნი ღვთისმეტყველებითნი და ამითი თანამედროვე ერთმა 6-მა ქართველმა ფილოსოფოსმა დასავლეთში დაიცვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, იმიტომ რომ შუა საუკუნეებში გვაქვს ერთადერთი ფილოსოფოსი ივანე პეტრიცი, მაგრამ არ არის გაანალიზებული სომხურად ნათარგმნი მისი ეს კავშირნი ღვთისმეტყველებითნის ტექსტი. იმიტომ რომ ეს იყო ერთიანი სივრცე, თუნდაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს, პარალელებით ვსაუბრობ ახლა, ცოტა რთული არის პარალელებით საუბარი, ქართული სომხური ქართული ეს როგორ იყო, მე-10 საუკუნის ერთი ტექსტი არის უხტანესის ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან. მაგრამ ხდება მეორე ქართული ტექსტი არსენ საფარელის ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან. ანუ ერთმანეთის საპირისპირო ტექსტები იწერება. და მე რა ვქვია, დამჭირდა იმის დასაბუთება, რომ ესენი ერთმანეთის პოლემიკისთვის არის დაწერილი. ანუ არსენ საფარელი წერს ტექსტს, თუ როგორ გამოიყო შუა საუკუნეებში ქრისტიანული კავკასია ერთმანეთს საკუთარ ვერსიას წერს და უხტანესი წერს მეორე ვერსიას ამის. ოღონდ რაც მთავარი არის ეს რომელი ეს მეორე ვერსია? უხტანესის ისტორია გამოყოფისა. შინაარსობრივად გაინტერესებს. კი ბატონო. პირველი არსენ საფარელი იაზრებს, რომ შუა საუკუნეების პერიოდში მომხდარი გაყოფა უკავშირთან საინტერესო არის, რომ არსენ საფარელი ამბობს, რომ ჩვენ რომელმაც გრიგოლმა მოგვაქციაო და ქართველმა რამდენიმე თეოლოგმა ისე განმარტა, რომ ჩვენ ვიღაცის მოქცეულ ნებისმიერ შეიძლება იყოსო, მაშინ ნებისმიერს ახსენებდა არსენ საფარელი. ეს ერთადერთი დასაბუთება არის იმისი, რომ მე-7 საუკუნის ტექსტში სომეხი წმინდანი მოიხსენიება როგორც ქართული იდენტობის ნაწილად. და მეორე, უხტანესი წერს, რომ არსენ საფარელი წერს, რომ ჩვენო სომხები გამოგვეყნენო და უხტანესი წერს, რომ ქართველები ჩვენ გამოგვეყნენო. ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, იმიტომ რომ და ეს საეკლესიო კრებებს თუ გადავხედავთ, რომლებიც სამწუხაროდ ისტორიოგრაფიულ ტექსტებში არის მოღწეული და ესე აღნიშნული, აღმოჩნდა, რომ ბევრი საეკლესიო კრება იმართებოდა საქართველოში და ეს იყო ძირითადად ქართულ-სომხური ურთიერთობების შედეგად. ბოლოსკენაც რომ წავიდე და მე თუ კითხვები გაგიჩნდებათ ამ ქრისტიანული კავკასიის შესახებ დიდი სიამოვნებით უპასუხებ, მხითარ გოშის ტექსტი რო ავიღოთ ქართველთათვის, ხა ბიზანტიელები არ გვიწერდნენ ქართველთათვის, სომხები გვწერდნენ, რომ ის განიხილავს ქართულ საეკლესიო ყოველდღიურობას და მაგალითად ქართველები ჩვენ დაგვწინიანო რომ მოვიხსენიებთო სამწმინდაობას და საინტერესო ტექსტი არის. ჩვენ იმ რეალობაში შევდივართ, მაგრამ ქართველების პასუხი რა არის? ხომ?
არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილი დოგმატიკონი. ანუ ეს ტექსტები უნდა გავიგოთ. ამ ტექსტებით იქნება ქრისტიანული კავკასია. მაგალითად, შენ რომ ჩადიხარ სომხეთში და შედიხარ რიფსიმეს ეკლესიაში, ის შენი იდენტობის ნაწილიც არის, იმიტომ რომ რიფსიმიანელი იყო წმინდანინო. ასევე პირიქით, ანუ ეს არის ერთიანი სივრცე და ბოლოს დავასრულებ იმითი, რომ ჯვრის მონასტერი დღეს ადრესად არის მიჩნეული ის ეკლესიათა განყოფამდე ჯვრის მონასტერი იყო მთელი კავკასიის საერთო სალოცავი, იმიტომ რომ აქ ჩამოდიოდნენ, აი როგორც იქ ჩადიხარ იერუსალიმში და იქ ლოცულობ, ისევე ჩამოდიოდნენ კავკასიიდან ჯვრის მონასტერში და საიდან ვიგებთ ამას, რომ განყოფის შემდგომ პირველი რაც მოხდა, ორივე ეკლესიის ალბანეთის და იმის წარმომადგენლება სომხეთის აკრძალეს ჯვრის მოლოცვა. ანუ ჯვარზე მოლოცვა, არ წახვიდეთო ჯვარზეო. და საერთოდ იმიტომ რომ ეკლესიურ ურთიერთობებში შედიოდი და რაღაც ის, მაგრამ საინტერესო არის, რომ ეს კიდე ბევრი ტექსტი არის, ეხლა ბევრი ვილაპარაკე, ნუ შეიძლება ისე მოგჩვენებოდათ, რომ ბევრ რამე შევეხი, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ბევრ რამეს ვეხებოდი და კარგი იქნებოდა თუ სერიებად ესე ჩავშლიდით და არ მომიწევდა ერთიანად ყველაფრის ესე. ხო, ამიტომ თქვენიდანაც თანადგომა თუ იქნება, თვითოულ ტექსტზე შემიძლია ბევრი ვილაპარაკო. და ვისაც კითხვები გაქვთ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. მადლობა, მე მოვჭი ლექციას. ძალიან დიდი მადლობა ასეთი უაღრესად რთული საინტერესო თემისათვის, რომელიც ასეთი ინტენსიურად გადმოეცი. დაიღალეთ არავუშავს რა. ხო და მაგითაც მადლობას მოგიხდი, მე მგონია ჩვენი სვენელების კმაყოფილებით დარჩენ. ეხლა დარბაზში თუ არ შეკითხვა, მე მაგ დიახ ძალიან. გამარჯობა, ძალიან მაინტერესებს. შეიძლება მიკროფონთან მიხვიდეთ? მოგესალმებით ყველას, მაინტერესებს დღევანდელი ისტორიკოსები და თეოლოგები, როგორც სომხური მხარიდან, ასევე საქართველოს მხარიდან, თუ არიან მჭიდრო კავშირში, კომუნიკაცია როგორი აქვს და ისევ ის დამოკიდებულებები არის ხოლმე, რაც წარსულში იყო გამოცდილება, რაც მერეკრებები გამოიწვია, თუ ეხლა ბევრად უფრო გახსნილია კომუნიკაცია ჩვენსა და სომხურ ეკლესიას შორის. უღრმესი მადლობა კითხვისთვის. მე რამდენიმე კავკასიოლოგიური კონგრესის მონაწილე ვარ და ორგანიზაციულ საკითხებსაც ვიაზრებდი ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ არც დიდად არც ქართველი თეოლოგები მონაწილეობდნენ აი ამ კონგრესებში და არც ისტორიკოსები მონაწილეობდნენ, მაგრამ ძირითადად უმეტესობა ტექსტები აი ამ კავკასიოლოგიური კონგრესების იყო ევროპა-საქართველოს ურთიერთობები. სომხური მხარე ნაწილობრივ ისტორიკოსები უფრო დაინტერესებულები არიან ამ კუთხით და თეოლოგების პრობლემა არის ის, რომ გინდ ქართულენოვანი თეოლოგები და გინდ სომხურენოვანი თეოლოგები, რომლებიც აი განსწავლულები არიან აი ამ თეოლოგიაში, მიკერძოვებულობა არა, გამოდიან საკუთარი კონფესიიდან. ანუ შე რო ობიექტურად შეაფასო, ხო, ნუ ცოტა გაგვიჭირდება. იმიტომ რომ ქართულ თეოლოგს რატომღაც ხშირად ან სომეხ თეოლოგსაც მიაჩნია რომ შუა საუკუნეებშია და უნდა იკამათოს უკვე დასრულებულ საუკუნეებია, დასრულდა ეს დოგმატური კრებები და ჩვენთან კამათობენ. იქ დასრულდა, იქ გადალახეს სოფლიო კრებები მოხდა და ნუ ჩვენთან აღორძინდა და საინტერესო იქნება რომ აი თეოლოგების მეხსიერების კვლევების კუთხით მიუდგნენ ისტორიულ ინტერდისციპლინურობა რასაც ქვია ხომ ნუ ბაკალავრის ხარისხით მე თეოლოგი ვარ და გამოცდილი მაგ რა არის და თუ მიუდგებით ეს ინტერდისციპლინური კვლევით ანუ ისტორია, კულტურა, ხელოვნება საინტერესო დავინახავთ ორივე მხარეს. მადლობა. ისე წავიკითხე რომ კითხვების სურვილი არავის გაქვთ. ვარ, დაჯერსა დაიცადე რა. ზანეთ მანამდე ერთ რამეს ვიტყვი. მე 47 წლის წინ სანამ იმ ორგანიზაციაში მოვიდოდი, რომლის გაგრძელებაც გახლავთ, ეს უწყვეტი პროცედურა კავკასიური სახლი, მხატვრული თარგმანის კოლეგიაში. მანამდე 1 წელი მუშაობდი ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში. ისე რომ დავამთავრე
მეგობარი აღმოჩნდა მამა ჩემისა და მოხდა ისე რომ მე იქ შევძელი მოწყობა, მაშინ მოწყობას და ის მოეწყო სამსახურში და ხო და იქ როცა მე უსმენდი ხოლმე ექსკურსია მძღოლებს მე ნაკლებად მუსიკალური ადამიანი ვარ და შეიძლება არც არ ვიცი მუსიკის ისტორიას, მაგრამ იქ მესმოდა რომ აი მაგალითად ერთმა თქვა რომ ისეთი ბევრი მასალაა გამოყენებულიო ზაქარია ფალიაშვილსო, აი ამ თვითონ ამ მუსიკალური მასალიდან ვერდი მაგალითად 5 ოპერას დაწერდაო. აი ახლა შენც ესე მოგივიდა, მაგას კახურად თქვია რომ ერთად ჩახინცა ყველაფერი, მაგას რომელი კერძი ქვია, მაგრამ იყო ძალიან საინტერესო. უბრალოდ გააჩინე ბევრი ისინი რომ ადამიანი დაინტერესდეს და იქითაც წავიდეს. მაგალითად მეორე მაგალითს მოგიყვან, მე მყავდა არაჩვეულებრივი სრულიად ფანტასტიკური ლექტორი, შეიძლება გაიგონიათ ვინმეს, მიხეილ კვესელავა, რომელიც იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა ნიურნბერგის პროცესში, უაღრესად განათლებული ადამიანი, ევროპულად განათლებული, დიახ ბატონო და ის გიკითხავდა საგანს, რომელსაც ერქვა პროპედევტიკური კურსი. პირველად ესეთი უცხო სიტყვა შემოვიდა პროპედევტიკური კურსი. და ეს გულისხმობდა, სულ ერთი სემესტრი იყო და ეს იყო შესავალი ევროპულ კულტურაში, ევროპულ ლიტერატურაში, აი აქაც რაღაცას იქ აგდებდა რაღაცას და მე იქით ყურადღებას, აი ეს წიგნიც აიკითხეთ ეს, აქ ეს მიმართო მხატვრობაზე, სხვა დამწერლობაზე და ასე შემდეგ. და იყო ძალიან საინტერესო. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ლექცია გამოგივიდა. ხო, მაგრამ რაღაც შეკითხები გვაქვს. დარბაზში თუ არა აქვს, ეს შეკითხვას მეც ვიცი. აი მაგალითად, სათაურშიც ესე არის გამოტანილი, რომ ქრისტიანული კავკასია. მე მაგალითად რაღაცა, მე როგორც კავკასიის მოყვარული და ნათესავი და რაღაცა და მაინც სულ მინდა რომ რაღაც ერთ კავკასიის რეგიონულ კონტექსტში იყოს განხილული, იმიტომ რომ ეხლა ჩვენთან ბევრი ლექცია იყო წაკითხული და არის კავკასიაში არსებულ ქრისტიანულ ძეგლებზე და რაღაცებზე. მაგალითად რომ გეხმარა სიტყვა ჩემთვის ვიძახე როგორც ამ სფეროში გაუნათლებელ ადამიანს სამხრეთ კავკასია, მაშინ სომხეთ, ქართულ, აზერბაიჯანულ ისინი სრულიად ყველაფერი თავის ადგილზე დგება. მაგრამ როცა ხმარო სიტყვას ქრისტიანული კავკასია, მაკლდება ჩრდილოეთ კავკასიაში და იქ არსებული რაღაცების რა მიმართულებები იყო, სადამდე მივიდნენ ჩვენი ისა ქრისტიანობის გამავრცელებლები და როგორ ხდებოდა ეს ამბავი, აი ეს ამბავი, მაგრამ ეთქობა ეს სხვა ლექციის თემა უნდა იყოს, ხო? აი ამას რატო ხმარო ქრისტიანულ კავკასიას და არა სამხრეთ კავკასიას? ქრისტიანული ისა ამიერკავკასია. აი სამხრეთ კავკასია რო არ თქვა ძალიან პოლიტოლოგიურად აღიღეს ალბათ, მაგრამ ამ ქრისტიანული ამიერკავკასია. მადლობა კითხვისთვის. ჩვენ ქართულ ისტორიოგრაფიაში და ასე და შემდეგ აი წარმოგიდგენია მე რო ჩრდილოეთ კავკასიას გადავწდომოდი, ლექცია როგორი გამოვიდოდა. ჩრდილოეთ კავკასია დღემდე არის შეუსწავლელი ტექსტი. ტექსტს ტყუილად არ მომბობ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩრდილო კავკასიელებმა ერებმა საკუთარი ტექსტები არ უпростоრად დამწერლობა არ შექმნეს, მაგრამ ერთადერთი ტექსტი, რომელიც ჩრდილო კავკასიის ქრისტიანული მემკვიდრეობის შესახებ არის, რუსულად არის და ნუმიზმატიკური. მეორე რუსთაველის ფონდის დაფინანსებით ქალბატონმა ცირამ გამოსცა და კიდე რამდენიმე ავტორმა კრებული, აქ ქრისტიანული კავკასიის თემატიკის შესახებ არ არის მსჯელობა მთლად, რამდენიმე წარწერა არის გამოყვანილი, ხალხური ფოლკლორიც არის მოყვანილი და კრებული. მაგრამ აი ჩრდილოეთ კავკასიაში აი ორ ნაწილად რომ გავყოთ, ერთი აქ ჩეჩნეთში ხა სამწუხაროდ საკვლევად ვერ ჩევალთ და ლაპიდარულ წარწერებს ვერ მოვიძიებთ, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში ოდესღაც არქეოლოგიური გათხრების კუთხით იმუშავა ბატონმა გივი ღამბაშიძემ, ეს მასალები ნაწილი გამოცემული არის და ნაწილი გამოუცემელი არის და ელოდება თავის ნათელ დღეს და აი იმ გამოუცემელ ნაწილებში ვხვდებით
მაგალითად სახელებს, მოხდა ლაპიდარულ წარწერებზე სახელებს ხვდებით ჩრდილოეთ კავკასიის ყოველდღიურობას, ხო, ერთი აქ არ დამავიწყდეს, ადრე ითქვა, რომ შუა საუკუნეების ადამიანებიო არ სცემდნენო პატივსო, წარწერებზე გამახსენდა, არ სცემდნენო პატივსო ადამიანს, ანუ პიროვნულად არ აინტერესებდა თუ არა და საქართველოში უადრესი ბოლნისის სიონის წარწერაზე მოხსენიებულია ხელოსნის სახელი. ანუ ხელოსანი მივიდა დააწერა რომ ღმერთო მომიხსენე ამის გარემონტებისთვისო. იგივე სიტუაცია გვაქვს, აი ლაპიდარული წარწერები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი პირველადი წყარო არის ჩრდილო კავკასიის შესწავლისთვის და საინტერესო არის ის რომ მაგალითად ჩერქეზეთის რეგიონში სამწუხაროდ არ არის ბერძნულენოვანი წარწერების კორპუსი გამოცემული, იმიტომ რომ იქ ძირითადად ბიზანტიური გავლენა არის და ჩვენ შეგვიძლია იქ აღმოვაჩინოთ ქრისტიანი ჩერქეზები შუა საუკუნეებში, მათი სახელები, მათი იდენტობა. ნუ ასევე მე-10 საუკუნის ტექსტი კი არის, მაგრამ რა უყო მიმოსვლა ანდრია მოციქულის და ტექსტია ეს მე-10 საუკუნეში ექვთიმე ათონელმა თარგმნა. იქ არის, ნუ ნიკოფსიდან დარუბანდებდა კი არა, ოსეთის მომაქცეველიც არის და ჯიქების, ანუ შუა საუკუნეებში ჩერქეზებს ქართველები ჯიქებს ეძახდნენ და ასე შემდეგ. ანუ ეს ცნობიერება იყო სამწუხაროდ ჩვენ ესე თავისუფლად და ალბათ ინტერესიც არა ეხა დაფინანსება რო იყოს, კი შევიდოდნენ და გამოიკვლევდნენ, მაგრამ დაფინანსების გარეშე რთული არის ბერძნულენოვანი ლაპიდარული წარწერების აღმოჩენა ჩერქეზეთში. ამას დიდი მოგზაურობა ჭირდება, პირის ჭირდება, იგივე არის სხვა ქვეყნებშიც და ნუ მცირედ რასაც ჩვენ შევძლებთ ჩრდილო კავკასიაზე. მადლობა, ესე იგი, როცა კავკასიური სახლი კვლავ გაშლის ბრთებს და ჩვენ უფრო ინტენსიურად და ხშირად მოგვიწევს აქ ლექციების ჩატარება, მაშინ მოგიხმოთ ბატონო ჩემო და თუ არ მომწით და შეკითხვა კიდე ერთ შეკითხვას მივცედი თქვენი ნებართვით. თუ არის ბოლოში მაქვს შესაძლებელი. რო ყველაფერს არის. დიახ, ძალიან. ცოტა თემატურად გადახვევა გამოდის, მაგრამ არც ისე გადახვევა თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენ ძალიან ხშირად ახსენეთ, რომ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული თეოლოგიური პროცესები და მაინტერესებს თუ გაქვთ ინფორმაცია ისტორიის თეოლოგიის შესახებ, როგორც დისციპლინაზე, რომელიც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უკვე ჩამოყალიბებულია და ისწავლება აკადემიურ სივრცეში და თუ თქვათ არ გსმენიათ, მაშინ რა აზრის იქნებოდით ამ კუთხით მეცნიერების განვითარებას? მადლობა. ოდეს უღრმესი მადლობა კითხვისთვის, ოდესღაც თეოლოგიის სადოქტოროს გაგრძელებას რო ვაპირებდი ისტორიის თეოლოგიაზე მინდოდა დამეცვა დიპლომი, ოღონდ იგივე თემაზე, ჩემი თემა არის ქრისტიანული კულტები კავკასიაში. იგივე თემაზე, ანუ ისტორიის თეოლოგიის პრინციპების მიხედვით ძალიან ადვილად ეწყობა ეს თემა, მაგრამ მომიწია საქართველოში რაც პოპულარული არის ეს პოლიტიკური თეოლოგიით შეფუთვა ჩემი სადოქტორო ნაშრომის. და ძალიან საინტერესო იქნება იმ კუთხით, რომ გავიაზროთ მე რასაც ვლაპარაკობდი კავკასიაში ეს საეკლესიო დავების შესახებ ყველაზე ჯანსაღად და ჯანმრთელად ისტორიის თეოლოგიით შეიძლება მისი გააზრება. იმიტომ რომ სხვანაირად თუ გაიაზრებ, ნუ ან ხარ რა ქვია მას ქადაგებელი და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ისტორიკოსებიც ქადაგებთ ხოლმე და საინტერესო იქნება ეს აუცილებელია თეოლოგიას მათ შორის შუა საუკუნეების ისტორიის თეოლოგიის გარეშე ვერ გავიგებთ, მაგრამ არ გვყავს, ანუ ერთი შესავალის ტექსტიც არ გვაქვს ნათარგმნი ისტორიის თეოლოგიის და პრინციპების შესახებ. ესეთი ბევრი ტექსტი არის, მაგრამ სამწუხაროდ არ არის. ყველაზე ჯანსაღი იქნებოდა ეგ, რომ იყოს დათარგმნილი და გავიაზროთ ეს შუა საუკუნეები, მათ შორის ეს კავკასიური დიატრიბები. უღრმესი მადლობა კითხვისთვის. გული მოვიფხანე.
მადლობა კითხვისთვის და პასუხისთვის. ხარ მომწიფებულა კიდე ბარბარე ძვირფასო აბაბძანე? გამარჯობა. თქვენ ახსენეთ სიტყვა აღმართვა. თქვენეული შენიშვნა გააკეთეთ ამასთან დაკავშირებით. და რატომღაც ეს პირდაპირ მნიშვნელობით განმარტეთ და ამ აღმართვას წინ აქვს სიბრძნით აღემართენით. ეს ახლა უნდა იგულისხმებოდეს ან კიდევ როგორც მახსოვს ზუსტად არ ვიცი სეფისკვერის და ბარძიმის აღმართვას ხარ უნდა ნიშნავდეს აი ცოტა რა გამარკვეთ ამასთან დაკავშირებით. უღრმესი მადლობა კითხვისთვის. ეგ პრობლემაც ასევე შუა საუკუნეების პრობლემა არის და იქ არის მისი გაანალიზება იქნება კარგი. მაგალითად თანამედროვეობაში თანამედროვე ლიტურგიკის თვალსაზრისით აბსოლუტურად სწორი ხარ რასაც ამბობ, მაგრამ როდესაც ვიღებთ შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონს, ბევრს გონია რომ მარტო შიომღვიმეს ჰქონდა ეგ ტიპიკონი, იერუსალიმის მონასტრის ტიპიკონს, აი როგორც ჩვენთან არის მოსახსენიებლებში საეკლესიო წინამძღვრის მოხსენება, ისი არის სიტყვა აღემართენით. იქ იხმარება იმ ნიშნულობით, ადექითო, წამოდექითო, ილოცეთო. ერთადერთი ეკლესია ქვემო ქართლში, რომელიც შემორჩენილი არის, კანკელი არა აქვს. დანარჩენში ყველაში არის კანკელი ჩასმული. მე ეს უკვე გახდა ეს სტილი, ანუ ჩვენი. მაგალითად 4-თა ეკლესიაში ერთ-ერთ მაღალი იერარქთან კი ამოვიჩხუბეთ კანკელი არ იყო მეთქი და როგორ არ იყო აი იქ არის უჭრილიო მეთქი რა არის იჭრილი არ არის ის არის ანუ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ თანამედროვე საეკლესიო ლიტურგიკაზე ეს დაახლოებით 85-89 წლებში ჩამოყალიბდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში და მე რასაც ვლაპარაკობ, ანუ რა სივრცესაც ვეხები შუა საუკუნეებს, ეგ ჩამოყალიბდა, სადღაც მე-14 საუკუნემდე. მე უკვე ტიპიკონისთვის კი არა, არავის არაფრისთვის არ ეცალა. ხო, მაგიტომაც არ გვაქვს წერილი პოლიტიკურად საქართველოს მთელი კავკასია გაქრა. ამიტომ, როდესაც თქვენ პოზიციას, ანუ თქვენ რასაც ამბობთ, თანამედროვე ლიტურგიკის თვალსაზრისით მართალია. მაგრამ არ არის მართალი შუა საუკუნეების თვალსაზრისით. აი იგივე ეხება მაგალითად აღდგომაზე აღსდგა შუა საუკუნეებში აღდგა წერია ყველგან, სადაც მაქსიმუმ ადგა ერთგან წერია ის გვიანდელში. სულ აღდგა არის უდაბნოს მრავალთავში, ანუ საკითხავებში და ამ სიტყვებს და ცნებებს აი ესე ემათ უდგებით, აი ივანე პეტრიციც კი ამბობს ქართულ ენაზე რომ ეს სიტყვების პოვნა გამიჭირდაო რომ ბერძნულიდან მეთარგმნაო და თანამედროვე მნიშვნელობით კიდე სხვა რაღაცები იკვეთ აი ნათესავი მაგალითად დღეს ნათესავი აი ბიძაშვილი მაგრამ შუა საუკუნეებში ნათესავი იყო ეროვნული იდენტობის აღნიშვნელი ამის შესახებ ძალიან კარგი ტექსტი არის ერთ-ერთმა დოქტორანტმა თესეუსი დაიცვა შუა საუკუნეების ეთნიკურ იდენტობაზე საქართველოსიდან, რაც აიგეთ, ნათესავზე არის იქ აგებული მთელი თეორია. მადლობა კითხვისთვის. ამიტომ შუა საუკუნეები და თანამედროვე ეკლესია სრულიად სხვადასხვა მოცემულობა არის, მიუხედავად ფორმისა, რომ გვანან. აშკარად ესე ჩანს. ხო, თუ არ გაგცეთ შეკითხვა და დავამთავროთ მე ალბათ. ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს, რომ მე რასაც ახლა კითხებს ვსვამ, ეს არის აი ან ძალიან დილეტანტური, ან საერთოდ რო არ ვიცი და იმიტომ რომ მაინტერესებს და მაინტერესებს და ის იმიტომ ვსვამ ასეთ შეკითხვებს. მე როგორც კავკასიის ისტორიის ზოგადად დილეტანტურ დონეზე მოყვარული და ხალხების მოყვარული და მათი წარსულისა და მომავალზე მაფიქრალი აი მაგალითად მე ხშირად გამიგია რომ არის კავკასიური არსებობს თუ არა კითხვას ავსვამ ზოგადად კავკასიური ცივილიზაცია აი ბოლოში შენთან არის ეგრეთ ტერიტორიები როგორც კულტურული და ცივილიზაციური ერთობა
თუ არსებობს ეგეთი რამე, იმიტომ რომ ერთი ძალიან ცნობილი კვლევარი და პროფესორი და მრავალი წიგნის ავტორი ძალიან დინჯად ამბობს, რომ კავკასიური ცივილიზაცია როგორც ასეთი არ არსებობს და ამის საფუძვლად რომ და ამის დასამტკიცებლად ამბობს, რომ მათ ვერ შექმნეს მონუმენტური კულტურა. რაშიც მე აბსოლუტურად ეს პირიქით არის, მე ესე მგონია, გააჩნია ვინ რას მიიჩნევს მონუმენტალურ კულტურად, ხო? ხო და აი უბრალოდ თქვენ როგორ დასიტყვით ამის თავად ჩემო დანიელი. ამას მეორე ლექცია დაჭირდება, მაგრამ ცოტა ეგ შაირობაზე არის გრძელი სიტყვა, გრძლად ითქმის. მაგრამ ძალიან მოკლედ, ანუ ცივილიზაციის განმარტება ბევრნაირი არის. აი ჰანტინგტონის თეორია რომ მოვიშველიოთ, ჰანტინგტონი რას ამბობს, რომ მომავალშიო ცივილიზაციებიო ერთმანეთს დაეჯახებიანო და იქ მოიხსენიებს მაგალითად დასავლური ცივილიზაცია ეს ევროპას ოღონდ ლათინურენოვანსო, აქ აღმოსავლეთში სლავურ მართლმადიდებლურს მოიხსენიებს, მაგრამ საქართველოს აქვს და მთელ კავკასიას ერთი პრობლემა. მათ თანამედროვეობაში ვერ შექმნეს პოლიტიკური რეგიონალური იდენტობა, რაც ევროპელებმა მოახერხეს რითი, რომ თავიდან დაჯდნენ და ჟაკლეგოფმა იმით კი არ დაწერა აღტკინებით, გრძნობით, ფული გადაუხადეს, ანუ შეკვეთა იყო, რომ ევროპის ისტორია უნდა დაეწერა იმიტომ რომ შექმნილი იყო იდეოლოგიური წინამძღვარი იმისი ევროპის დაბადების. ასევე ისლამზეც. საქართველოს კავკასიის შემთხვევაში რა არის? 92-დან აი კავკასიური სახლი, ყველა ძალიან გთხოვთ კიდევ უყურეთ კავკასიური სახლის 91 წლის ჩანაწერს. კავკასია ჩვენი საერთო სახლი ბოდიში თუ პროსტორად ბატონი მიხოც არის იქ წარმოდგენილი, ქალბატონი თამარის და აი როგორ მეტყოლებენ იქ კავკასიელები და კავკასიურად აი და თანამედროვეობაში როგორ მეტყოლებთ ჩვენ ეს ერთი. და მთელი პრობლემა რა არის? მარგინალიზება ჩვენ თვითონ გაუწიეთ, აი ცივილიზაცია კი არა, მთელი პრობლემა რა არის, რომ აი ისტორიკოსებისგან მომისმენია, რომ თემქა და გლდანი ევროპაა თუ აზია და ასე შემდეგ, ხო? მეორე და ცოტა ისეთი ზრდასრული მეცნიერებისგან მომისმენია, რომ კავკასია არის ხიდი, გვირაბი, კოშკი და ანუ ასე შემდეგ. ყველაფერი არის გარდა იმისა, რომ ჩვენ შუა საუკუნეებში მოვახერხეთ ყველა მთელმა ერმა, არა მარტო ქართველებმა, სომხებმაც, ალბანელებმა, ჩრდილოეთ კავკასიელებმაც, რომ შეგვექმნა იდენტობის აღმნიშვნელი რეგიონი, სადაც სამი დამოუკიდებელი ენა, მერე უკვე ორი ალბანელებმა დაივიწყეს ეს ენა, ორი დამოუკიდებელი ენა იხმარებოდა, ხო? ანუ დღეს რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ აი ბრიუსელში გვაქვს ქალაქის ხელა მიწა და სახლები, კორპუსები და ისინი. მაგას აკეთებდნენ ბიზანტიაში ქართველები ივერონში. იქ მარტო ის ხო არ იყო, სული უნდა ვიხსნა და რაღაც არა. იქ ტექსტები იწერებოდა გიორგი მთაწმინდელი იმპერატორთან მიდიოდა აუდიენციას, ანუ ესაელჩო იყო შუა საუკუნეების და თავარი არის ის რომ ჩვენ თვითონ როგორ აღვიქვავთ ჩვენს თავს. იგივე ნიკოლოზ გულაბერიძე ვახსენე, ხომ? ის ამბობს რომ ჩვენ ვართ ერისაზეპირო მაშინ მთელი კავკასია იყო, იმპერიული ძალაუფლების მქონე, მაგრამ კრიტიკულად უდგებოდა ამ ყველაფერს. შენ თუ გინდა ერთ საზეპუროთ, ანუ დღევანდელობაში ცივილიზაციას ჩამოყალიბდე, საკუთარ თავს როგორ გაიაზრებ, ეს არის მთავარი. შენ თუ იაზრებ შენს თავს, რომ მე ვარ ერთი რომელიმე კუთხის წარმომადგენელი, შენ ცივილიზაციამდე ვერ მიხვალ. აბა, რა ვიცი, აი სერბებთანაც მქონია ურთიერთობა, მე ოქსფორდის პროფესორებთან და ასე შემდეგ. რას ამბობენ? კემბრიჯის უკაცრავად მაგაზე შენიშვნა მომცეს, რომ ამერია. რომ ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაცია, საიდან ვიცით ეს? ჟაკლეგოფმა დაწერა ევროპის დაბადება, ვინმეს დაუწერია ჩვენიდან კავკასიის დაბადება? არა.
სამწუხაროდ ეს ჩვენზე არის დამოკიდებული. ჩვენ თვითონ არ დაუწერი ერთ ავტორს, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ჩვენი ისტორიკოსი, საიდანაც შეიძლება იმის. მე აი მე ხო მიკროფონი ანტიკონის თეორია რომ სადაც ცივილიზაციები, აღმოსავლური ცივილიზაცია, დასავლური ცივილიზაცია დიდი გლობალური ჯახზე არ გეუბნები. თვითონ ცივილიზაციის როგორც ეტიმოლოგიური, აი მაგალითად ცივილიზაციას ხო ხმარობენ როგორც კულტურულ ქვეყანას. აი რა ღირებულებათა იმ სისტემებისაგან რომელიც არსებობს კავკასიურ ხალხებში მიუხედავად იმისა რომ მათ დამწერლობა გვიან შემოიღეს არსებობს რაღაც ცალკეული რაღაცები ტრადიციები აი მაგალითად იგივე წიგნი ის ჩერქეზული ეტიკეტი აი ეს ღირებულებები რომლებიც ადამიანური მით რომ განვიხილოთ არის დიდი ფასეულობას წარმოადგენს აი ეს მემკვიდრეობა, აი ესეთი მემკვიდრეობა შეიძლება თქვას რომ კავკასია არის ამ ღირებულების მატარებელი და ამგვარად ცივილიზებული ნაწილი ცივილიზაციის თუ ნაწილი ხარ, მაინც ცივილიზებულ მიეკუთვნები. აი ნაწილი არ ვარ, ჩვენ შეგვიძლია მთელი აი ჩერქეზული ეტიკეტი ახსენა და ასე შემდეგ. თუ ამას გავიაზრებთ, აი იგივე ისტორიკოსები რო წერდნენ, ხა ჯავახიშვილმა კი დაწერა სომხეთის ისტორიოგრაფიის მიმოხილვა, მაგრამ მერე განვითარება არ მოყოლია. ევროპაშიც კი წერდნენ გერმანულ ისტორიოგრაფიაზე ფრანგები, მაგრამ განვითარება მოყვა. ანუ მე იმას ვამბობ, რომ ჩვენ კავკასიელებს დიდი რესურსი გვაქვს ამისი, რომ ეს ჩვენ თვითონ შევქმნათ და ცივილიზაცია თავისით არ იქნება, ტექსტი ქმნის. და ამისი ყველა რესურსი გვაქვს. სამწუხაროდ დღევანდელობაში აი ახალმა თაობამ არ იცის ჩერქეზეთი რო არის ჩვენი მეზობელი, იგივე რავი აი ინფორმაცია არ გვაქვს, ანუ საკუთარ თავს მეტიც ხშირად კავკასიურად ვერ აღვიქვათ. კი, ამიტომ ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვიცნობდეთ როგორც კავკასიელი ხალხი და ნამდვილად ვართ ჩვენ კავკასიელი ხალხი. და მე აი ამისი გააზრება საერთო მასშტაბში, ანუ ესე ჩვენ მაგრები ვარ და კავკასიელები ვარ, არა, პირიქით. ჩვენ უნდა გავიაზროთ ჩვენი თავი საერთო ცივილიზაციურ კონტექსტში და გქონდა, თუ და გვაქვს კაცო ეს კულტურა, თავისით კი არ იქნება, ხომ? იგივე ჩერქეზული ეტიკეტი რომ დაიწერა, საიდან? შთაგონებით არა, გამოცდილებით დაიწერა. ეს გამოცდილებაში გვაქვს. უბრალოდ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი პოლიტიკამდე მიდის. და მადლობა კითხვისთვის. კი ბატონო, მადლობა. აღარ დაგღლით, მაშინ ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით დღეს ჩვენთან კავკასიურ სახის სტუმრობისათვის. დღეს ჩვენთან ესეთი შეხვედრები გარდა იმისა, რომ ძალიან კარგია რაღაც მეტად შევიმეცნოთ ჩვენი გარშემოყოფი ხალხების კულტურა და ჩვენი ისტორია და ჩვენი წარმომავლობა, ამავე დროს პრაქტიკულად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიური სახლისთვის, იმიტომ რომ ცოტა ძნელბედობის პერიოდი გვაქვს კავკასიურ სახლში და მე ვფიქრობ, რომ აი დანიელმაც გამოთქვა სურვილი და ბევრი სურვილია განსაკუთრებით ჩვენი მსმენელების სახალხო უნივერსიტეტის ყოფილი მსმენელების წელს ვერ ავიყვანეთ პირველად, რომელთაც აქვს სურვილი აქ შეხვდნენ ერთმანეთს, მოისმინონ ლექციები უამრავ საინტერესო თემაზე, თუნდაც რაც ბატონმა დანიელმა ილაპარაკა თემაზე, ის გავრცობილი ფორმით, ან უფრო ჩაშლილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს წამოვედეთ დღეს საინტერესო საკითხებს და შეიძლება თქვა დაფიქრებული ადამიანი აგივე ბარბარეს წავიდეს და აი ერთ საკითხზე რაღაცას უფრო მეტი ისაქნას, ხო? ასე შემდეგ. ამიტომ ღმერთო მოგცეს საშუალება, რომ ჩვენ მოვიწვიოთ საინტერესო ლექტორები, მოვიწვიოთ ახალგაზრდები, რომელსაც ძალიან კარგი იდეები აქვს ხოლმე და ძალიან კარგი ხანდახან არ ვთქვა რომ გამოცდილ ლექტორებს თავიანთი როგორ თქვი აი ის არ მიყვარს მაგრამ ვიხო აი კრეატიულობით, ახლებური ხედვებით, ახალი იდეებით უფრო საინტერესონი არიან ხოლმე ვიდრე თქვენზე არ მიიღო ვიდრე გავადაგასული პროფესორ მასწავლებლები. თუმცა მე ყველას დიდ პატივს ავცემ. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის. ეს ყოველთვის იყო და რჩება ადგილად, სადაც სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები ხდებიან ერთმანეთს, სვამენ შეკითხვებს,
თვითონ გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. ამისათვის ყველას ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი სტუმრობისათვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობა. მადლობა დანიელი.